მოგესალმებით, დღეს ჩვენ ვიყოფებით კახეთში, სიღნაღის რაიონის სოფელ ერისიმედის მახლობლად, ჩვენი პარტნიორი ფერმერის გიორგი ბაკაშვილის ხობლისყანებში. დღეს ჩვენ გვაქვს პრეზენტაცია, გვინდოდა რომ წარგვედგინა ჩვენი გერმანული ხორბლის ჯიშები, რომლებიც შარშან შემოვიტანეს პირველად საქართველოში და მოხდა ამ ტერიტორიაზე მათი გამოცდა. დღეს პრეზენტაციას ესწრებიან კახეთის ყველაზე მსხვილი მავცოვანი კულტურის ფერმერები. ზოგადად ჩვენი კომპანია აგროფორსი ძალიან ძლიერდება ამ მიმართულებით, როგორც იცით, ჩვენ საქართველოში ექსკლუზიურად წარმოვადგენთ ფრანგულ გიგანტ კომპანიას ლიდეას, რომელსაც აქვს საუკეთესო მარცვლეული კულტურის თესლები, რომელიც უკვე დარაიონდა საქართველოს მასშტაბით და წარმოდგენილი ვართ ბაზარზე დაახლოებით 8 სიმინდის ჰიბრიდული ჯიშით და ასევე ხორბლით და ქერით. და ამას უკვე დაემატა გერმანული ყველაზე წარმატებული კომპანიის ჯიშები ხორბლის მიმართულებით, ასევე ქერი და მომავალ წელს იგეგმება აუცილებლად სხვა კულტურების და სხვა ჯიშების გამოცდა. დღეს ჩვენ წარმოვადგენთ 3 კონკრეტულ ჯიშს გერმანული კომპანიის Saatен Unionis 3 ჯიშს. ეს არის ცენტურიონი, ეს არის ტიკატაკა და ასევე კატერინა. სამივე ჯიშის ვიზუალური დათვალიერებით ძალიან მაყოფილები ვართ, როგორც ჩვენ, ასევე რეგიონში ყველაზე მსხვილი ფერმერები. ველოდებით საკმაოდ დიდ მოსავალს და საკმაოდ ხარისხიან მოსავალს. ზუსტად ამითი არის ცნობილი გერმანული კომპანია Saatен Unioni, რომელიც მთელს ევროპაში და არ მხოლოდ ევროპაში, აზიაში ყიდის თავის მარცვლოვანი კულტურების თესლებს. საქართველოში იგეგმება მომავალ წელს დამატებით კიდევ 3 ჯიშის გამოცდა, მაგრამ დღეს წარმოდგენილი სამივე ჯიში, კატერინა, ტიკატაკა და ცენტურიონი, სამივეს ჩვენ გვაქვს ძალიან დადებითი მოლოდინი, რომ იქნება უმაღლესი მოსავალი და თვითონ ხობლის მოსავლის ხარისხიც იქნება ძალიან ხარისხიანი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენი პარტნიორი ფერმერისთვის, გიორგი ბაკაშვილისთვის, მაგრამ ასევე ზოგადად ქვეყნისთვის, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად ქვეყანაში მსგავსი კომპანიების არსებობა და ჩვენ ვაპირებთ, რომ თანამშრომლობა პარტნიორობა Saaten Union-თან გავაღრმავოთ. სექტემბერში ველოდებით Saaten Union-ის ექსპერტებს, რომლებიც თავად მოინახულებენ ხორბლისყანებს და იქ უკვე კონკრეტულ შედეგებზე მოხდება დაანგარიშება, მაგრამ ზოგადი მოლოდინი არის ძალიან დადებითი. ასევე ორი სიტყვით შევეხებოდი, გარდა ხორბლის თესლისა, ჩვენ გვაქვს სრული ჯაჭვი, ასე ვთქვათ, მაცხოვარი კულტურების მოვლისთვის, რაშიც საგრძნობლად ძლიერი არის აგროფორსი და ბაზარზე ვიტყოდი, რომ ვართ ლიდერები, განსაკუთრებით ეგრეთ წოდებული მკვებავების, ანუ სტიმულატორების მიმართულებით. გვაქვს სტიმულატორების და მკვებავების ყველაზე მაღალი ხარისხის პროდუქტები ქვეყანაში. ეს არის პირველ რიგში კომპანია Valagro, უკვე Syngenta Biologicals სახელით წარმოდგენილი, ასევე Kimiteki, კომპო ექსპერტი გერმანიიდან, Lebosoli ასევე გერმანიიდან. ასევე ორი წუთით მინდა რომ თქვენი ყურადღება მივიქციო კონკრეტულ პროდუქტებთან მიმართებაში, როგორც არის სტიმულატორები, ეგრეთ წოდებული მკვებავები. ჩვენ ვიყენებთ ძირითადად რამოდენიმე მკვებავის ნაზავს, რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მაქსიმალურად ავითვისოთ ის პოტენციალი, რაც გააჩნიათ ამ საუკეთესო ხორბლის ჯიშებს. პირველ რიგში ხდება დამუშავება თესლის შესაწამლი სტიმულატორით, რადიფარმით. თესლის დამუშავების შემდგომ უკვე ძალიან მნიშვნელოვანია წამლობა, როდესაც სტიმულატორის ინტეგრირება ხდება ჰერბიციდთან ერთად. ჩვენ ამ შემთხვევაში ვიყენებთ რამოდენიმე ამინომჟავების და პრებიოტიკების ნაზავს. ეს პირველ რიგში არის პროდუქტი Megafoli, Valagros მიერ წარმოებული იტალიური წარმოშობის, ასევე Xtendero Ultra, რომელიც არის ესპანური წარმოშობის Kimiteki-ის პროდუქტი, რომელიც არის უნიკალური ბაზარზე, მას აქვს პრებიოტიკული და ბიოსტიმულატორული ეფექტი. ის გვეხმარება ჩვენ სასარგებლო ბაქტერიების გამრავლებაში, ნიადაგში და ზოგადად მიკროფლორის აღდგენაში. ასევე წელს პირველად შემოვიტანეთ საქართველოში გერმანული კომპო ექსპერტის Basfolian Avanaturi, რომელიც ევროპაში ყველაზე პოპულარული და ყველაზე მაღალხარისხიანი მცენარეული ამინომჟავების შემცველ პროდუქტად ითვლება და მათ ინტეგრირებით ხდება მსგავს შედეგის დადება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, მაცხოვარი კულტურების შემთხვევაში სასუქები, გრანულირებული სასუქები ნიადაგისთვის. ჩვენ საქართველოში წარმოვადგენთ 2 ევროპულ კომპანიას სასუქების მიმართულებით, ერთი პრემიუმ კლასის გრანულოვანი სასუქების მიმართულებით გერმანიაში ყველაზე მაღალი ხარისხის პროდუქტი, ვისაც აქვს, ეს არის კომპო ექსპერტი და ასევე ჩვენ საქართველოში წარმოვადგენთ ლიტვურ კომპანია Teramiles, რომელიც ძალიან კარგად მოერგო საქართველოს ბაზარს ფასის და ხარისხის იდეალური ნაზავით. ლიტვური კომპანია Teramile განსაკუთრებით პოპულარული არის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში და საქართველოში ჩვენ წარმოვადგენთ ამ კომპანიას და ძალიან კმაყოფილებიან ფერმერები ამ პროდუქციის ხარისხით. გვაქვს რამოდენიმე ფორმულა, განსაკუთრებით მაცხოვარი კულტურის მიმართულებით საინტერესო არის 12, 24, 12 მაღალი გოგირდის და მიკროელემენტების შემცველობით. სწორედ ეს სასუქი არის ამ ნაკვეთზეც გამოყენებული და დამატებით, რა თქმა უნდა, მცენარეთა დაცვის მიმართულებით ჩვენ გვაქვს პრემიუმ ხაზი იტალიური Finchimicas პროდუქტები, ასევე თურქული წამყვანი კომპანია Hektash
კაში და ყველასათვის კარგად ნაცნობი დეტოლის ბრენდის ქვეშ მაღალხარისხიანი მცენარეთა საშუალებები. ჯამში ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ იკვრება სრული ჯაჭვი, დაწყებული უმაღლესი ხარისხის თესლიდან, გაგრძელებული კვებავებით და სტიმულატორებით, რაც ჩვენი აზრით, ჩვენი გუნდის აზრით არის დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ მოხდეს მათი სწორი ინტეგრირება წამლობებში, სადაც აგროფორსი თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის ნომერ პირველი საქართველოში. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენს პარტნიორ ფერმერებთან ერთად მუშაობა. გიორგი ბაკაშვილის მიერ აქვს უზარმაზარი შრომა არის გაწეული და მას ძალიან დიდი მადლობა ამისთვის, მაგრამ ჩვენ გვყავს სხვა ბევრი პარტნიორი ფერმერი, ვისთანაც ვაპირებთ აუცილებლად რომ გავაგრძელოთ მსგავსი ტიპის საცდელი ყანების მომზადება და პერიოდულად შემოგთავაზებ სხვა ვიდეოებს, იმიტომ რომ ხდება დარაიონება სხვადასხვა ტერიტორიებზე, სხვადასხვა რეგიონებში მთელ საქართველოს მასშტაბით, ვცდით სხვადასხვა კულტურებს, ასე რომ ელოდეთ საინტერესო ვიდეოებს და აუცილებლად შემოგთავაზებთ მოსავლის აღების დროსაც ვიდეოს, რათა ნახოთ რა მოსავალი იქნება მიღებული ამ ჯიშებისგან და დაველოდოთ სამომავლოდ შედეგებს. ჩვენ მუდმივად განვაგრძობთ მსგავს ტიპის შეხვედრებს, აუცილებლად მოვაწყობთ პარტნიორ ფერმერებთან ერთად სასწელ ყანებს მთელი კახეთის და მთელი საქართველოს მასშტაბით და შემოგთავაზებთ დამატებით ვიდეოები. დღეს ვიმყოფებით ერისიმედის ტერიტორიაზე, ჩემს ნაკვეთებში, სადაც ვმართავთ ფერმერების დღეს კომპანია აგროფორსთან ერთად. წარმოდგენილი ხორბალი დაითესა ნოემბრის ბოლოს და გვინდოდა რომ შედეგი გვენახებინა ჩვენი მეგობარი ფერმერებისთვის. წარმოდგენილი ჯიშები არის ტიკატაკა, ცენტურიონი და კატარინა. ფერმერებთან და აგროფორსის გუნდთან ერთად დავათვალიერეთ აღნიშნული ყანები და დიდი მოწონება დაიმსახურა ფერმერების მხრიდან წარმოდგენილმა ჯიშებმა. მადლობა მინდა გადაუხადო ფერმერებს მობრძანებისთვის და კომპანია აგროფორს რომ მოგცა შესაძლებლობა დაგვეთესა აღნიშნული ხორბლის ჯიშები.